ჩვენ რო ვაკეთებთ რაღაც პროდუქტს ბომბასავით არ ვხედქავთ, კი ბატონო, იმიტომ რომ არასდროს არც ერთ ჩვენი სიმღერა ბოლო წლებამდე ბომბასავით არ გახეთქილა. აი, რაღაცნაირად თითქოს ფესოში ჩადიოდა აი ამ ადამიანებს და სიყვარულს უღვივებდა ნელ-ნელა. ჩვენი შანსი რომ მოვიდა და უკვე ჩვენი ჯერი რო დადგა, რომ გამოგვეყენებინა ეს შანსი, უცბად აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანს უყვარვართ. და ძალიან გავუმართლეთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ უყვარდით. ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი შეგრძნება. ჩვენი უდიდესი მიზანი ცხოვრებისა თავიდანვე იყო ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და დღეს ეს ყველაფერი შედარებით მარტივია თავისთავად, იმიტომ რომ ისედაც პოპულარულია. ისედაც უყვართ ბავშვებს, ისედაც უყვართ ადამიანებს და რაღაცნაირად ტრენდულად იქცა უკვე ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ როცა ვიწყებდით ამ ჩვენს მოღვაწეობას, მაშინ ვნებოდნენ რომ აი რაღაც ისეთ ტიპებად ვითვლებოდით რა, აი არატრენდულ ტიპებად, რადგან უკრავდით ასეთ ფოლკლორს. ძალიან ბევრს უთქვამს ჩვენთვის, რომ წადით ნორმალური სიმღერები დაუკარეთ, რომელიც ხალხს უყვარს, მოსწონთ ეს უცხოური სიმღერები, იმღერეთ, ნიჭიერი ბიჭები ხარ და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ ძალიან გვიყვარდა ქართული სიმღერა. ჩემი სიმღერის სიყვარული, ხალხური სიმღერის სიყვარული და აი ამ ქართული იდენტობის, ასე ვთქვათ, სიყვარული გამოიწვია ზუსტად იმ გარემომ, რა გარემოშიც მე მოხდი, როცა მოხდი პატარა გეორგიკაში, სიმღერის ანსამბლში. აი ზუსტად ამ პატარა გეორგიკაში იყო ჩემი მასწავლებელი ეს პაატა მელაძე, რომელიც ახლა ურსასკოლის სამხატვრო ხელმძღვანელია და იქ იყო კიდე რამოდენიმე ადამიანი, დავით შანიძე, იქ იყო შალვა ლორთქიფანიძე, ჩემი დღეს უახლოესი მეგობრები, რომლებმაც შექმნეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩემთვის შექმნებს მთელი ცხოვრება. ჩემს შვილებსაც აუცილებლად დაღუსდი ქართული ტრადიციებით. აუცილებლად შევიყვან ცეკვაზე ჩემს შვილს, ანიტას, რომელსაც ძალიან უყვარს აჭარულს რო ჩაურთავ, გიждდება სიხარულით ისე გემრიელად ცეკვავს ხოლმე. ანდრია ჯერ ძალიან პატარა არის და უფრო ფეხბურთისკენ აქვს მიდრეკილება, მაგრამ ფეხბურთი და ცეკვა ერთად ძალიან კარგია ოიძახიან. და ჩემი ძღერის და მამა ჩემი ძღერის. დედა ჩემი ну, როგორ გითხრათ, პროფესიონალურად არც ერთი არ მღერის, მაგრამ ძალიან თბილი, ძალიან ლამაზი, კარგი მოსასმენი ხმა აქვს ორივეს. დედაჩემისგან ვისწავლე მე სიმღერა, პირველი სიმღერა დედაჩემმა მასწავლა გიტარაზე. პირველი სიმღერა იყო, დაგიმღეროთ? დინარე ხიდის ქვეშ დადუმდა თითქოს, მზეს ხივი მოაკლდა, მე შენი სითბო, დავფიქრობ ეს ღამე, რად არის ბრელი, დანაცნობ ქუჩებში, მე აღარ მელი. ბევრჯერ მქონია მცდელობა იმისა, რომ სამხმაში გვემღერა და გამოგვსულია კიდევაც. დედაჩემს უფრო აქვს ამ მიდრეკილება, კარგი სმენა აქვს ძალიან და შეუძლია ხმებშიც აი ეს ჰარმონიული აზროვნება და მამაჩემს აი ესე რაღაცნაირად მხარდამხარ წავიყვანდით ხოლმე და ესე ვღეროდით. მიას უდიდესი ნიჭი არის ის, რომ მას შეუძლია საოცარი სიყვარული. მას შეუძლია საოცარი გვერდში დგომა, მხარდაჭერა, საოცარი ოჯახის ატმოსფეროს შექმნა, რომელიც არის დიდი საჩუქარი ჩემთვის, ჩემი აზრით და ნებისმიერი კაცისთვის. ის არის ადამიანი, რომელსაც, რა ვიცი, საოცნებო, სამაგალითო დედა, სამაგალითო მეუღლეა და დიდი ბედნიერებაა მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დიდი ნაწილი ბუნებრივია სიმღერას, ურსას, ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ოჯახს, ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს სკოლას. ურსას სკოლას, რომელიც ეს ურსას სკოლა დავაფუძნე ჩემი სიმღერის მასწავლებელთან ერთად, რომელთანაც ვის ხელშიც მე გავიზარდე ფაქტიურად შეიძლება ითქვას და ის გარემო, რომელ გარემოშიც მე ჩამოყალიბდი ადამიანად, ძალიან მინდოდა და ოცნება ჰქონდა, რომ მე შემექმნა ბავშვებისთვის ეს გარემო. და ვფიქრობ, რომ ღმერთის წყალობით აქაც ყველაფერი კარგად მიდის და მივდივართ ნელ-ნელა იქამდე, რომ ზუსტად ის გარემო შევქმნათ, რა გარემოშიც მე გავიზარდე და შეიძლება ეს სუბიექტური არის ჩემი შეხედულება, მაგრამ მგონია, რომ ძალიან კეთილ და რაღაცნაირად უბოროტო ადამიანად ჩამომაყალიბა მაგ ყველაფერმა და მინდა სხვა ბავშვებსაც მაგის შანსი მივცე.